წელს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რამდენიმე დავიწყებ იქიდან, რომ მაინც მთელ მუსიკალურ, ასე ვთქვათ, პროგრამას ხელმძღვანელობს ყოველთვის დირიჟორები და სადირიჟორო პულტთან ქვეყოლება სამი ერთმანეთზე უფრო ცნობილი და გენიალური მუსიკოსები, დირიჟორები, ჯანანდრეა ნოზე და ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელია, ორი კონცერტი იქნება, გახსნა იქნება ბესტოთ აბდურაიმოვთან ერთად, ეს არის თანამედროვეობის ერთ-ერთი უნიკალური მოვლენა, ძალიან მაგარი პიანისტი, ასე რომ ძალიან დიდი სიამოვნება ელით ქართულ მსმენელს ამ მუსიკოსთან შეხვედრით. დირიჟორზე გადავალ კენტ ნაგანო მინდა ვახსენო, რომელიც გამორჩეულია თავისი ბიოგრაფიით და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს სხვათა შორის არავინ არ იცის, მცოდნეებმა იციან. კენტ ნაგანო იყო საქართველოს, ეს არის ამერიკელი წარმოშობის, კანადელი ამერიკელი წარმოშობის, იაპონელი ნაციონალობის მქონე, ასე ვთქვათ, დირიჟორი, რომელიც ითვლება ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო დირიჟორად. არა მარტო ამერიკის, მთელი მსოფლიოს, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. ის სწავლობდა ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანთან, მისი, ასე ვთქვათ, გურუ, მასწავლებელი იყო, ასეთი ბოცო კორიშელი, საკმაოდ ცნობილი ადამიანი ამერიკაში და რატომღაც ცნობილია მხოლოდ აი მუსიკალურ ვიწრო წრეებში. ბოცო კორიშელი იყო ქართველი კაცი, რომელიც გაიქცა საქართველოსთან ოჯახური ტრაგედიების გამო, ეს ჯერ კიდევ 30-იან წლებში და შემდეგ თითო პატარა 16-17 წლის ასაკში მოხვდა ამერიკაში, სადაც დაიდო ბინა, პირველივე ადგილზე სადაც ჩავიდა, იქ დაიდო ბინა, იქ ცხოვრობდა სიკვდილამდე და შექმნა საოცარი სკოლა, სადაც აი ამ კენტ ნაგანოს თაობის მუსიკოსები სწავლობდნენ და მან მოახდინა უდიდესი გავლენა ამ ადამიანებზე და კენტ ნაგანოს პირადად აქვს მოყოლილი რამოდენ დიდი გავლენა მოახდინა ბოცო კორიშელმა მის შემოქმედებაზე, მის ჩამოყალიბებაზე, პიროვნულ, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებაზე და ის დიდი აღფრთოვანებით არ შეიძლება რომ არ მოხვდავიდე იმ ქვეყანაში, საიდანაც იყო ბოცო კორიშელი წარმოშობითო. საერთოდ ბოცო კორიშელს უნდა გაკეთდეს, მე ვიტყოდი გადაცემა, იმდენად საოცრად მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ამერიკის კულტურისთვის და ამერიკის კლასიკური მუსიკის განვითარებისთვის. და აი ესეთი სიყვარული აქვს კენტ ნაგანოს. კენტ ნაგანო სხვათა შორის ცნობილია არა მარტო იმით, რომ თქვათ კლასიკური მუსიკა, რასაკვირველი ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია თანამედროვეობის კლასიკური მუსიკალური ხელოვნების, მაგრამ ასევე აქვს ძალიან მაგარი თანამშრომლობა ფრენკ ზაპასთან. ეხლა ამას სპეციალურად იმიტომ ყვები, რომ ჩვენმა მაყურებელმა მოკლედ მაინც იქნებ დაგუგლონ და ამოიღონ ეს ინფორმაცია თუ რა დიდი ბიოგრაფიის მატარებელია კენტ ნაგანო როგორც დირიჟორი და შეხვდებიან ასევე ძალიან ლუგანსკისთან ერთად. ლუგანსკი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი პიანისტი, 10-ში ექნებათ კონცერტი. რა ვიცი, მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა და უცნაური მოვლენაა ამ ხალხთან შეხვედრა თავისი აი ამ ბიოგრაფიიდან გამომდინარე. ეხლა სწრაფად მინდა ბევრი რაღაც ინფორმაცია მოგიყვეთ, მაგრამ მივანდოთ ჩვენს მაყურებელს და ის დაინტერესებულია, ის აღმოაჩენს ბევრ რაღაცას ინტერნეტში შეუძლიათ მოიძიონ მათი ბიოგრაფიები. შემდეგ აუცილებლად სახსენებელია 11-ში და 12-ში ეს იერუსალიმის კვარტეტი. ჩვენ გაგვიმართლა და საქართველოში ყავდა და ყავს სახელმწიფო კვარტეტი, რომელიც ძალიან მაღალი დონის იყო, თქვენ იცით, როდის ჩამოყალიბდა და დღესაც გრძელდება მათი მოღვაწეობა. საოცრად დიდი მუსიკოსები ყავდა, ასე კვარტეტის ფორმას, ჟანრს საქართველოს კლასიკური მუსიკის მოყვარულები კარგად იცნობენ. აი ამ კვარტეტებში, მსოფლიო კვარტეტებში, ასე სიმებიანი კვარტეტების ისტორიაში იერუსალიმ კვარტეტ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის. ასე რომ ვისაც აინტერესებთ ეს ჟანრი, საერთოდ მგონია რომ ამ ხალხთან შეხვედრაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუფუნება არის, იმიტომ რომ ამათი ყოლა, ესე იგი, ნებისმიერ დიდ ფესტივალს და დიდ ქვეყანას უჭირს ამათი, ასე ვთქვათ,
დაკონტრაქტება. ჩვენ მოვახერხეთ და ვფიქრობ, რომ იერუსალიმის კვარტეტის მოსმენა ქართულ მსმენელს ძალიან დააინტერესებს. მივუხედავ მით უმეტეს ის დღეები ამ 10, 11, 12 სექტემბერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დამატებით კიდევ სხვადასხვა ღონისძიებები, ანუ მთელი დღის განმავლობაში შეიძლება ისე ამოვნონ მუსიკით. ფაქტიურად 3 კონცერტი გვექნება აი ამ დღეში. და ძალიან მნიშვნელოვანია დილის კონცერტები, იმიტომ რომ ჩვენ გამოურჩევით ამით. ხო, დილის 12-ზე იწყება კონცერტები, რომელიც არის იმ მამულში, იმ ბაღში არის ერთგვარი სულიერი ზრდის ადამიანის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საოცარი რეპერტუარია, ეხლა დიდხანს მომიწევს ამაზე რეპერტუარზე საუბარი, მაგრამ გონია რომ თუ გინდათ რომ ჰაიდნის, ბეთჰოვენის, ბრამსის და რა ვიცი, თანამედროვე მუსიკის კომპოზიტორების ნაწარმოებების მაღალ ხარისხში მოსმენა, ეს არის ალბათ სწორედ ის ადგილი და ვფიქრობ, რომ ერთი დღით ჩამოსვლის ადამიანი იცნობს ერთგვარად ძალიან დიდ ინფორმაციას იღებს და ну ძალიან ამაზე ადგილია როგორც მოგეხსენებათ, რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ეს 3 დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და რასაკვირველია დახურვაზე ყავს ჩვენი საყვარელი ზუბინ მეტა, ეს ლეგენდა კლასიკური მუსიკის, ეს იყო საქართველოში სხვათა შორის მან დაუკრა და ხატია ბუნიათიშვილმა გახსნეს ამფითეატრი წინანდლის მამულებში, ამ საკონცერტო დარბაზი და მან ასე თქვა დალოცა, შეიძლება ასე ითქვას ჩვენი და თქვა რომ არის აკუსტიკა ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი და აქ შეიძლება დაერხეს აკვანი კლასიკური მუსიკალური ახალი ფესტივალისა და სწორედ ამდენი ხნის უკვე 8 წელი გავიდა და 8 წლის შემდეგ 90 წელი უსრულდება წელს, შეუსრულდა ზუბინ მეტას და რა ვიცი, ძალიან უნდა ჩამოსვლა ყოველ შემთხვევაში ჩვენ ველოდებით დიდი გულით და გაშლილი ასე ვთქვათ, პურმარილით. დიახ, ჩვენ ვიცით ბატონ დავით, რომ ფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილია პანკავკასიური ორკესტრი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა და ძალიან იჭერ მუსიკოსებს აერთიანებს. ვისაუბროთ იმაზეც, აი რა მთავარ იდეასა და გზავნილს ეფუძნება მისი დაარსება. წარმოიდგინეთ 7 წელი, ჩვენ ყოველ წელიწადს მთელი წლის განმავლობაში ჩვენი მთავარი მენეჯერი აი ამ ორკესტრისა, გაერთიანე პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრისა დადის 8 ქვეყანაში, სხვადასხვა ქალაქებში და პროფესიული მოსმენებით არჩევს 28 წლამდე მუსიკოსებს. და ამ 28 წლამდე მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან როდესაც ჩამოდიან, ისეთი იქნება, ისეთი საოცარი ატმოსფერო. სხვათა შორის სულ ყველას ვეუბნები, რომ ფესტივალამდე იქ საოცარი რეპეტიციები ტარდება. როგორ კეთდება? ერთი თვით ადრე ჩამოდის ეს ორკესტრი 80-90-მდე ადამიანი. მათთვის სპეციალურად ჩამოყავთ კონცერტმაისტერები, როგორც უკვე იციან ჩვენმა მსმენელმა და ემზადებიან უკვე სუპერვარსკვლავებთან შესახვედრად. ეს უკვე სექტემბრის მთელი პროცესი არის აგვისტოში. სარეპეტიციო, საგანმანათლებლო პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, თუმცა ამას მაყურებელი ვერ ხედავს. ამას მაყურებელი ვერ ხედავს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ნაწილი, იმიტომ რომ შენ ზიხარ და ესტრები ფაქტიურად ყოველგვარი ბილეთების უსასყიდო დასაკვირველ ყველას შეუძლია იქ მოსვლა და დასწრება რეპეტიციების. ეს რეპეტიციები არის, შენ თვალწიროსა იქნება უნიკალური რაღაც მუსიკა და როგორ კეთდება, ხო იცით, პროფესორები ყავს მოგწოწეული, კონცერტმაისტერები მეტროპოლიტენ ოპერიდან, ლონდონიდან, სხვადასხვა ევროპის ქალაქებიდან და ამათ ამეცადინებენ ამ ბავშვებს და ბავშვებს ვეღარ უწოდებ, იმიტომ რომ უკვე 7 წლის თავზე ხა სადაც არ ჩავდივარ ნებისმიერ ევროპულ ორკესტრში ერთი პანკავკასიური ორკესტრის წევრი ყოველთვის ზის, აი ამას წინა ბერლინში შტატს ოპერაში ვიყავი, ჩავიხედე საორკესტრო ორმოში და ორმა ადამიანმა დაიწყო ჩვენ აქ ავართ და ანუ ამ ურთიერთობებით, აი ამ ხელა ვარსკვლავებთან, დირიჟორებთან შეხვედრით გზას იკვლევენ ჩვენი მუსიკოსები და ფაქტიურად მთელ
ევროპაში ეს ახალგაზრდები არიან დღეს და მეამაყება, იმიტომ რომ ყველა მნიშვნელოვან ორკესტრში ჩვენი ერთ-ერთი წევრი, ჩვენი წინანდლის ფესტივალი და თავისი მაისურით ჩვენი სხედან მოკლედ და მუშაობენ და ახსოვთ ეს ჩვენი ფესტივალი ძალიან კარგად. ამის გარდა მინდა გითხრათ, რომ თქვენ იცით, რომ Silk.net არის დამფუძნებელი ამ და წარმოდგენი ამ ყველაფრის. ძალიან გვეხმარებიან სხვა კომპანიები, TBC რასაკვირველია გამოსარჩევ, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Huawei-ის ჩართვა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე აღმოსავლეთიდანაც ყავს ისეთი დიდი კომპანიები, მხარდამჭერები, როგორიც არის Huawei, ასე რომ გვექნება 6 კონცერტი გვექნება პირდაპირ ეთერში Medici პლატფორმაზე, Medici TV-ს პლატფორმაზე და ასევე გვინდა რომ სტრიმინგი გაუშვათ აღმოსავლეთში, იაპონიაში, ჩინეთში, სხვა ამ ქვეყნებში, რათა გავზარდოთ ჩვენი მაყურებელი და იცით რომ ონლაინ ძალიან ბევრი გვიყურებს. და ესეც ახალი ეტაპი იწყება ჩვენს ცხოვრებაში, გაფართოვდა ჩვენი არეალი გავლენისა და ანუ წინანდლის ფესტივალი მიიწევს წინ სხვადასხვა ტექნოლოგიებით და რა ვიცი ვეპატიჟებით ყველათ არ გამოტოვოთ ეს დღეები, იმიტომ რომ მართლა ისტორიული დღეები იქნება. და აი ამ უნიკალური ფესტივალის ფარგლებში ჩვენ ყოველწლიურად გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ მოусმინოთ მსოფლიო ვარსკვლავს, თუმცა ამის მიღმა გვესმის რომ ძალიან დიდი შრომა დგას, ამაზე თავადაც ნაწილობრივ ვისაუბრეთ. უბრალოდ მინდა კითხოთ უფრო დეტალურად რომ გაგვანდოთ ის რაც არ ვიცით, რომ აი რამდენად მარტივია ხოლმე მსოფლიო ვარსკვლავების დათანხმება ფესტივალში მონაწილეობაზე და ზოგადად როგორ ხდება შერჩევა? პირველი 3 წელი ძალიან გაგვიჭირდა, იმიტომ რომ წინანდალს არ იცნობდნენ. ეს მუსიკოსები საერთოდ სად მოდიოდნენ, არ იცოდნენ, გეოგრაფიულადაც ვერ ხვდებოდნენ. მაგრამ ახლა რადგან ცნობადობა აქვს, კაცებად მარტივია. ესეთი არის, რომ ჩვენ წელიწადის განმავლობაში ვიღებთ ძალიან ბევრი სააგენტოები, იცით რომ ყველა დიდ მუსიკოსი გაერთიანებულია რომელიმე სააგენტოში ან პერსონალური აგენტები ყავთ, რომლებიც გვიკავშირდებიან და გთხოვენ აქეთ უკვე რომ მივიღონ მონაწილეობა ჩვენს ფესტივალში, ასე რომ არჩევა ხდება არა მარტო მე კი არ ვირჩევ მუსიკალური ხელმძღვანელი და ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელები, რომლებიც არიან დამფუძნებლები რამდენიმე კლასიკური მუსიკალური ფესტივალის მთელ მსოფლიოში და მექსიკა შვეიცარია, ისრაელი, რა ვიცი, ეხლა უკვე ტაივანი, ჰონკონგი, აი ასეთი იმ ქვეყნებში, სადაც ამ ადამიანებმა დააფუძნეს ფესტივალი, აი ყველა ამ ქვეყნებიდან ვიღებთ ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, შემოთავაზებებს, მაგრამ ვარჩევთ იმის მიხედვით, თუ რამ ნელ-ნელა ძალიან რო არ დავღალოთ ჩვენი მსმენელი, ნელ-ნელა ვიზრდებით და უკვე ჩამოყავს ისეთები, რომლებიც ძალიან ცნობილები არ არიან, მაგრამ აი რამდენიმე წელიწადში იქნებიან სუპერვარსკვლავები. ანუ რამდენიმე წელიწადში მაგალითად იგივე ვესლოდ აბდურაიმოვი, ხო, უკვე ამოსული ვარსკვლავია, მაგრამ თქვენ ნახავთ, რომ უკვე რამდენიმე წელიწადში წინანდლის შემდეგ უკვე დაეწყება მას უფრო დიდი კარიერა, ასე რომ ქართველებს ექნებათ საშუალება იმის თქმის, რომ ჩვენ ვიყავით იმ ვარსკვლავის კონცერტზე და ის იყო საქართველოში და ნუ ამასაც ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ რომ ჩვენ ვიზრდებით და უნდა გავზარდოთ ასევე და ურთიერთობა გქონდეს იმ ხალხთან, რომელიც მომავლიდან არიან უფრო ვიდრე ასევე ჩვენ დიდ პატივს ვცემთ წარსულს, ამაყობთ აწყოთით, მაგრამ ვიღწვით რომ მომავალი იყოს ძალიან საინტერესო.